დღეს სეულში შედგა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ინტერვენციულ კარდიოლოგიაში და ამ ორი დღის განმავლობაში დღეს და ხვალ იქნება საკმაოდ საინტერესო სესიები. დაახლოებით 30-მდე სპიკერი არის მოწვეული. აქედან 16 არის უცხოელი სპიკერი. სხვადასხვა ქვეყნიდან ძირითადი კონტრიბუტორები არიან გერმანელები, ასევე არის თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სერბეთი ჩამოსული. დღეს გვაქვს ვორქშოპებიც, ასევე და ხვალაც გაგრძელდება ვორქშოპები, გვაქვს ასევე სატელიტური სიმპოზიუმები და ეს ყველაფერი ემსახურება თავისთავად განათლების ამაღლებას. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდოს ჩვენი პაციენტების უზრუნველობის და ამაღლდეს უზრუნველობის ხარისხი და საბოლოო ჯამში მივიღოთ ის, რომ ევროპული დასავლური მედიცინის თქვათ იმპლემენტაცია მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ინტერვენციულ კარდიოლოგთა საზოგადოება დაფუძნდა 2019 წელს. თითქმის 7 წელიწადზე მეტია, რაც ეს საზოგადოება ფუნქციონირებს. ვცდილობთ, რომ არ ჩამოვარდეთ მოწინავე ქვეყნებს და ჩვენთანაც გქონდეს იმ საშუალება და დავნერგოთ ის მიღწევები, რაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში არის. მადლობა მინდა თქვენ კომპანიას გადაუხადოთ მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო იმისათვის, რომ გვერდში გვიდგახართ და ერთად ვცდილობთ, რომ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე გქონდეს საუკეთესო შედეგები. ძალიან მოხარულები ვართ ყველა, რომ შევძელით ასეთი შესანიშნავი კონგრესის ორგანიზება. პირველი სესია რაც ჰქონდა, ეს იყო ბიფურკაციებისადმი მიძღვნილი სესია, ყავდა ძალიან წარმოსადეგი სტუმარი გორან სტანკოვიჩი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ მის ლექციასთან ერთად და ლაივ დემონსტრაციასთან ერთად ძალიან საინტერესო ინტერაქციული და ესეთ პრაქტიკული სესია გამოგვივიდა. კომპანიებს ყველას მადლობას გიხდით, იმიტომ რომ თქვენს გარეშე ამ ყველაფრის ორგანიზება შეუძლებელია და თავისთავად ცხადია თქვენი მხარდაჭერა უნიშნელოვანესია ამ ყველაფერში. დიდი მადლობა.